მოკლედ გრძელდება ჩვენი გადაცემა და აი ეს შესანიშნავი ადამიანები, ახალგაზრდა ბიჭები, ეხლა დააგუგუნებენ, ოღონდ მანამდე გაგვაცანი ეს კარგი ადამიანები, ბატონო ჟემალ. ჩვენ ვართ ანსამბლი მოყვარე, ამჟამად ნაწილია, ასე რომ ვთქვათ, ბიჭები არ არიან ბევრი რატომღაც ასე გადავწყვიტე რომ ხუთს გვემღერა. რა კრიტერიუმით ხდება თქვენთან, აი მაგალითად ვიღაც რომელიღაც სოფლიდან ან აქვე მოვიდა, მინდა სიმღერა. როგორ იღებთ ხოლმე? თუ რომელიმე სოფლიდან მოვა ვინმე და მეტყვის რომ გვინდა სიმღერა, უმღერებ და გავუშვით. მაგას არ გეკითხებთ. ყველა ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ. როგორ თანხმდებით ხოლმე? ხო არ კამათობთ? კამათი იშვიათად, ჩვენი კამათი უფრო სიმღერაში გამოიხატება, ჩვენ სიმღერით კამათობთ. ხო, სიმღერით კამათობთ. თქვენზე მითხრეს რომ თამადაა კარგიო. არა, ეგ მითებია, ძალიან ბევრი მითები და ზოგადად ბევრი თამადა სვის ახლა. თქვენ დიდი ხანია ამათთან ერთად ხართ? კი, არა, მე რო ვთქვი შეიძლება? კი. ეს არაა დიდი ხანია, ჩვენ ვართ დიდი ხანია უკვე მასთან ერთად. ეს დიდი ხანია. მე ნამეთქვა ბადრი მაგინა. მე 70-ის წელს ვხვდები. 70-ის რა მითხარი? ნოემბერში 7 ნოემბერს ვხვდები 70 წელს. და პირველი თაობის მერის სულ ანსამბლში მისი მამა მღეროდა სოლისტი იყო. როდის დაიწყეთ სიმღერა? 62 წელში შევედი პირველ კლასში. მე რო დავიბადე 62 წელში დავიწყეთ პირველი კლასი, მაშინ იყო 3 სართულიანი ხორუმი, მესამე სართულზე ვცეკვავდი. კარგი. და შვილებიც და შვილებიც მისი ძალიან შესანიშნავად მღერიან, ასე რომ მთელი ოჯახი მღერის. ეხლა ნახეთ, აქ ყველა მღერით. ეთყობა ჰაერია ესეთი. მეც რო დავჭე 1-2 დღე შეიძლება მეც ავმღერდე. დილით უნდა უსმენოთ ჩიტების ჩიკ-ჩიკს. მართლა? ცოტა რომ მეც მოусმენ უკვე всё გონება იხსნება და სმენა. ხო, 2 დღეზე ვერ გამოჯამთელდები მასე, მაგრამ და მოდი ეხლა ჩვენს მაყურებელს ვუმღეროთ